ფეხბურთის გულშემატკივრები დღეს ჭკუას კარგავენ სატრანსფერო ამბებზე. ფეხბურთელების კლუბიდან კლუბში გადასვლა კიდევ უფრო დიდ აჟიოტაჟს ქმნის, ვიდრე ტიტულების მოგება, მაგრამ ასე ყოველთვის არ ყოფილა. სატრანსფერო სიახლეების სპორტული ჟურნალისტიკის შედარებით ახალი კატეგორიაა. როგორ გავიგოთ მეტი ამის შესახებ? დღეს როცა სპორტულ ჟურნალისტს დაგუგლავ, პირველი ფაბრიციო რომანოს სახელს განახებს, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტია. ფაბრიციო მხოლოდ 18 წლის იყო, როცა პირველი სატრანსფერო ამბავი გაავრცელა. 6 თვე იტალიაში პატარა ვებ გვერდისთვის წერის შემდეგ ბარსელონადან ერთ-ერთმა აგენტმა მასთან დაკავშირება მოახერხა და შიდა ინფორმაცია გადასცა. აგენტს სურდა დაეწერა ორ ახალგაზრდა მოთამაშეზე, რომელთა კონტრაქტზეც მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი მაურო იკარდი იყო. ფაბრიციომ დღემდე არ იცის, როგორ მოიპოვა აგენტმა მისი ნომერი, მაგრამ დათანხმდა და რამდენიმე კვირაში პირველი გახდა, ვინც ინფორმაცია გაავრცელა იკარდის სამპდორიაში გადასვლის შესახებ. სწორედ ასე დაიწყო და შეიყვარა სატრანსფერო ჟურნალისტიკა. მისთვის სატრანსფერო ჟურნალისტიკა ფეხბურთის თამაშს გავს და ყველაზე დიდი ამბის გაშუქება გოლის გატანა შეედრება. უკვე 10 წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ფაბრიციომ იკარდის ამბავი გაავრცელა და დღეს ის გახდა მთავარი წყარო სატრანსფერო სიახლეებში. თუ გინდა იცოდე რა ხდება ბაზარზე, უბრალოდ შეამოწმე მისი სოციალური გვერდები, სადაც 100 მილიონ მიმდევარზე მეც აწვდის განახლებებს. როგორ მოხდა, რომ ერთმა ჟურნალისტმა მოიპოვა ისეთი გავლენა, რომ ტრადიციულ მედიას აჭარბებს? გასაგებად საჭიროა ორი პროცესის ახსნა. როგორ შეიცვალა მედია და როგორ შეიცვალა ფეხბურთი. სატრანსფერო ბაზრის თვალსაზრისით სამყარო იცვლება და სოციალური მედია ამაში ეხმარება სიჩქარით. ხალხი ვეღარ ელოდება საღამოს ტელეგადაცემას ან დილის გაზეთს, მათ სურთ განახლება მაშინვე. მთავარი პროცესია. იყოს სწრაფი, აჩვენო შენი სახე და იყოს სანდო. ეს არის ნამდვილი რევოლუცია. Facebook-ისა და X-ის წყალობით მედია გახდა უფრო სწრაფი, უფრო კლიკბეიტური და პირადი. ჟურნალისტებს ახლა შეუძლიათ საკუთარი იმიჯი შექმნა, რაც ადრე შეუძლებელი იყო. მათ შეუძლიათ პირდაპირი კომუნიკაცია მკითხველებთან, საკუთარი აზრების გაზიარება და აუდიტორიის შექმნა, რომელიც მათთან გაყვება ერთი სამსახურიდან მეორეში. ონლაინ გამოცემებმა გააქრეს დილის გაზეთის მოლოდინი. ახლა ამბავი უნდა დაიწეროს მაშინვე, როცა ხდება. მინუსი ის არის, რომ სისწრაფე ხშირად შეცდომებს იწვევს. აქ არის ფაბრიციოს განსხვავება. მისთვის სიზუსტე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველობა. მან ტრადიციული ჟურნალისტიკის სანდოობა სოციალური მედიის მოქნილობა შეუთავსა. 1995 წლის ბოსმანის გადაწყვეტილების შემდეგ სატრანსფერო ბაზარი აფეთქდა. 96-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი რონალდო იყო, რომელიც ბარსელონაში 15 მილიონ ევროდ გადავიდა. 5 წლის შემდეგ ზინედინ ზიდანი რეალში თითქმის 80 მილიონად, ხოლო 2017-ში ყველამ ვიცით, რომ ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა PSG-ს. სატრანსფერო თანხებმა წარმოუდგენელ დონეს მიაღწია. შესაბამისად გაიზარდა გულშემატკივრების ინტერესი, გაჩნდა ათასობით ბლოგი, ფორუმი და Reddit-ის გვერდი, სადაც ფანები ჭორებს განიხილავენ. ამასობაში 2000 წელს შეიქმნა transfermarkt.com-ი, რომელიც სწრაფად გახდა ყველაზე დიდი ბაზა სატრანსფერო მონაცემების და ფეხბურთელთა ღირებულებების შესახებ. დღეს მისით თავად აგენტების და კლუბების მმართველებიც ხელმძღვანელობენ. სატრანსფერო სიახლეების პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ უმეტესობა სეზონთა შორის პერიოდში ხდება, როცა ფეხბურთში სხვა დიდი ამბები არაა. კვლევამ აჩვენა, რომ გულშემატკივართა 95% სურს თავის საყვარელ გუნდთან ან ლიგასთან მუდმივი კავშირი. სწორედ ამ სიცარიელეს ავსებს სატრანსფერო რეპორტინგი, დროული ტვიტებით, მოთამაშეთა ინტერვიუებითა და სხვა კონტენტით. ახლა ყველაზე საინტერესოა, რითი ცხოვრობს ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერი. მას არ აქვს დივიდენდები კლუბებიდან და იმ ტრანსფერებიდან, რომელთა შესახებაც ყვება. პირველი შემოსავლის წყარო ფრილანსინგია, მაგრამ ის არ არის ტიპური ფრილანსერი. ფაბრიციო შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ დამკვეთები თავად მას უკავშირდებიან და სთავაზობენ სხვადასხვა პროექტს. თითოეულ შემთხვევაზე ან პროექტზე თანხა ცვალებადია და არ არის მიბმული ფიქსირებულ ხელფასზე. მაგალითად, მან ხელი მოაწერა თანამშრომლობა Sorare-სთან, ეს არის NFT-სა და ფენტეზი ფეხბურთის ნაზავი. ასევე სხვადასხვა კლუბისთვის, მაგალითად ვალენსიისთვის ან ტორონტოსთვის თავად გამოაცხადა ტრანსფერების შესახებ. გარდა ამისა, მისი პლატფორმები შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ გაშუქდეს რომელიმე მოთამაშის ან მთელი კლუბის პოზიცია. მაგალითად, ფეხბურთელს სურს ახალ გუნდში გადასვლა და მისი აგენტი ფაბრიციოს უხდის, რომ მან თავისი აზრი საჯაროდ გამოთქვას და ამით ზეწოლა მოახდინოს კლუბზე. მეორე წყარო ფიქსირებული ხელფასია. ფაბრიციო თანამშრომლობს Guardian-თან, CBS Sports-თან, La Gazzetta dello Sport-თან და სხვა მედიასთან. გარდა სტატიების წერისა, ის ხშირად არის მიწვეული ტელეარხებსა და რადიოში. მაგალითად, Sky Sport-ისთვის პერიოდულად აკეთებს სატრანსფერო ანალიზებს, ხოლო BT Sports-ა და იმავე Sky Sports-ზე ზოგჯერ კომენტატორის როლსაც ასრულებს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით მისი წლიური ანაზღაურება მერყეობს 300,000-დან $1,500,000 დოლარამდე. მესამე წყარო სოციალური ქსელებია. ფაბრიციო რომანოს YouTube არხს 2 მილიონზე მეტი გამომწერი ხავს. ასეთი აუდიტორიისა და საშუალოდ 300,000-ზე მეტი ნახვის პირობებში პლატფორმის მონეტიზაციით ის სოლიდურ თანხას იღებს. ამას ემატება სტრიმები და ბრენდ ინტეგრაციები. სხვა ქსელები რომ აღარ ჩამოვთვალოთ, მხოლოდ X-დან მისი შემოსავალი თვეში დაახლოებით $87,000 შეადგენს, ანუ წელიწადში $1,000,000. შესაბამისად, დანარჩენი პლატფორმებიც წარმატებით მონეტიზირდება. მეოთხე გზა პირდაპირი რეკლამაა. სხვადასხვა დროს ფაბრიციოს სპონსორები იყვნენ Heineken-ი, გულშემატკივართა აპლიკაცია Socios-ი, რომელიც მის პოდკასტსაც აფინანსებდა. ასევე Turkish Airlines
Airlines-ი და Adidas-ი, რომლებიც მისი ტვიტების პარტნიორები იყვნენ. ამას დაემატა ერთჯერადი ნატურალური რეკლამები და გრძელვადიანი კონტრაქტები, მაგალითად NordVPN-თან. მეხუთე და საბოლოო კი საკუთარი პროექტებია. აქედან ყველაზე ცნობილია SOS Fanta, იტალიაში ფენტეზი ფეხბურთის ყველაზე პოპულარული პლატფორმა, რომელიც Fabriziom 2014 წელს შექმნა. რა თანხას გამოიმუშავებს ეს პროექტი უცნობია, ისევე როგორც სხვა მისი ინიციატივების მასშტაბი, თუმცა მთლიანობაში ექსპერტების აზრით Fabrizios წლიური შემოსავალი ყველა წყაროდან $2 მილიონ მაინც აღემატება. რომანო აერთიანებს ყველაფერს საუკეთესოდ, სოციალური ქსელების ძალას, ვირუსულ ფორმატებს და კლასიკური მედია საშუალებების სანდოობას, თანაც ის ნამდვილად სიამოვნებას იღებს საკუთარი საქმიანობით. ბევრს მუშაობს და ამის სანაცვლოდ იღებს არა მხოლოდ გულშემატკივრების სიყვარულს, არამედ მილიონობით დოლარსაც. მოკლედ, მედიისა და ფეხბურთის ცვლილებებმა შექმნა ნიშა სრულიად ახალი ტიპის სპორტული გაშუქებისთვის და Fabrizio Romano ამ ნიშის პიონერობა იკისრა.